თუ ყველაფერი ისე ხდება, რომ განებებაზე ფიქრობ, თუ ყველაფერი ერთად გამოდის წყობილებიდან, თუ რამოდენიმე გზა ერთად იკვეთება და არ იცი, საით წახვიდე. თუ დაიღალე, თუ ფიქრობ, რომ ყველაფერი უაზრობა არის ახლა და არაფერს აზრი არ აქვს, თუ ფიქრობ, რომ რასაც ფიქრობდი, რასაც ამბობდი, რასაც ოცნებობდი, რისკენაც ისწრაფვოდი, არაფერმა შედეგი არ გამოიღო, თუ ფიქრობ, რომ იმედები გაგიცრუდა, ან კი არ ფიქრობ, მართლა გაგიცრუდა იმედები და დღეს იქამდე ხარ, იმ აზრებამდე ხარ მისული, რომ არაფერს აღარ გააკეთებ, რომ არანაირი მცდელობა აღარ გექნება, რომ აღარ იოცნებებ, აღარ იფიქრებ ყველაფერზე, რაც გული გინდოდა. თუ უბრალოდ დაიღალე, იცოდე, რომ ერთადერთი გამოსავალი არის არ დანებდე. სხვა გამოსავალი არ არსებობს. არ დანებდე არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში. როგორ რთულიც არ უნდა იყოს ეს და როგორ შეუძლებელადაც არ უნდა გეჩვენებოდეს ახლა, იცოდე, რომ შენ ეს შეგიძლია აუცილებლად. იცით, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდად არის და როდესაც რაღაცა ისეთი მოვლენები ხდება, თან როცა არ ველოდებით, რაღაცა ისეც განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, როცა შენ რაღაც გეგმას ისახავ და ამ გეგმის მიხედვით მოქმედებ და ამ დროს რაღაც ისეთი ხდება, რაც აბსოლუტურად უკან გხევს და ისევ თავიდან უნდა დაგეგმო და ისევ ამ შემთხვევას გულისხმობ. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ არ დანებდე. რამდენი ენერგიაც, რამდენი დროც, რესურსიც, ყველაფერი სჭირდება ნერვიულობას განცდას, იმედგაცრუებაში ყოფნას, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა განიცადო, მაგრამ დროთა განმავლობაში ვსწავლობთ, რომ შევამციროთ დრო და რესურსი, რაც გავიღეთ ამ განცდებისთვის, ნერვიულობისთვის, თუნდაც იმედგაცრუების მერე ყველაფერი რომ უკერული ხდება და არაფერს რომ აღარ აქვს თითქოს ისეთი ხიბლი, კარგი რამეც რომ მოხდეს თითქოს ეს იმედგაცრუება ყველგან ეს შეგრძნება თითქოს დაყვება ყველგან და არ გაძლევს საშუალებას რომ რაღაცა კარგი რომ მოხდა იმით დადგება. მოკლედ იმ ნეგატიურ ცუდ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში იმდენი ენერგია სჭირდება, იმდენი ენერგია რომ ეს იწევს შემდეგ გახსენებაზეც კი თითქოს იგივენაირად ხარჯავ შენს რესურსს და შემდეგ რაღაცა კარგი ფიქრებისთვის და კარგი მოვლენებისთვის არჩევა ადგილი და გონია რომ არ გეყოფა ძალა, არ გეყოფა ემოცია, არ გეყოფა არაფერი არ გეყოფა, არაფერს აზრი არ აქვს ესეთ განცდას გიგონებს და ამიტომ იმდენი რესურსი, ენერგია, დრო სჭირდება ხელთავიდან ნაბიჯების გადადგმას, ჯერ რაღაცა პატარა სიმამაცეები გჭირდება, რაღაცა პატარა თვით დაჯერება და ყველაფერს სჭირდება ენერგია, რომელიც გაიხარჯა ძალიან და აღდგენას კიდევ რაღაც
ისეთი მოვლენები მხარდაჭერათან დგომა ადამიანები რაღაცები სჭირდება და ეს ყველაფერი თუ არ არის და ძალიან მარტო გრძნობ თავს ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ ერთადერთი გამოსავალი არის საკუთარ თავთან დიალოგი და საკუთარ თავთან შედარება. არავითარ შემთხვევაში აღარ ვხარჯავთ რაც იყო იმაზე ცუდი, რაც იყო იმაზე ჩვენს დროს, ენერგიას, რომელიც ყოველდღიურად ძალიან გვჭირდება და ისედაც ჩვენი ყოფნა ძალიან სტრესული არის და დამატებით უკვე განვლილს განცდა ხელთავიდან და ამ ემოციებში ყოფნა ძალიან ართულებს მიზნის მიღწევას. თუ იმით გაცრუებული ხარ და გონია რომ არაფერს ასე აღარ აქვს იცოდე რომ არ დანებდე არავითარ შემთხვევაში მე არ დანებდები ზუსტად ამის თქმა მინდოდა ამ ყველაფერს ჩემ თავს ვეუბნები რაც ვილაპარაკე ყველაფერი ეს არის პირველ რიგში ჩემი თავისთვის ჩემს თავს ვუჟღერებ ამას და კაფიოდ მინდა რომ გავაგონო ეს ხმა და შენს გეუბნები ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყო. იცოდე რომ მარტო არ ხარ. შენ არ ხარ მარტო. მეც ზუსტად ისე ვარ დაღლილი, მეც ზუსტად ისე ვარ იმედ გაცრუებული. მეც ძალიან ბევრი რაღაცა წარმომედგინა სხვანაირად. მეც დავუშვი ძალიან ბევრი შეცდომა, მეც მოვიქეცი ხან ბავშვურად, ხან დაუფიქრებლად, როგორ და ხან როგორ, მაგრამ ეს ცხოვრება, ეს არის ერთი ცხოვრება, რომელიც უნდა გავიაროთ და პროცესია, სადაც რაღაცებს ვაკეთებთ, მე ვაანალიზებთ, რაც ვერ გავაანალიზებთ, ისე რაღაცნაირად მოდის ჩვენს ცხოვრებაში და სანამ არ ვისწავლით და სანამ არ გავაცნობიერებთ, აი ასე იქნება. არის რაღაცები, რაც შეიძლება ვერ გადავახოს ადამიანმა და რისი შეცვლაც აი თითქმის შეუძლებელი, რომ არის 100%-ით ვერ ვიტყვი, იქნება არსებობს ესეთი ადამიანი, რომ ყველაფრის გადავახვა, აი აბსოლუტურად ისე შეუძლია, რომ მე აღარ გაიხსენოს და მე რაღაცა რეაქცია არ გქონდეს, როცა რაიმე მსგავს მოვლენასთან შეხება იქნება და ისინი მძაფრად არ განიცდიდეს. თუმცა მიღება იმ ყველაფრის რაც იყო, ალბათ გაამარტივებს შემდეგ სხვა ნაბიჯების უფრო თავისუფლად გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღების უნარიც უფრო ისეთი იქნება. მოკლედ მე მინდა ვუთხრა ჯერ არ მომხდარ რაიმე ისეც თუ კიდევ უნდა რომ გამოხდეს და ხილი შემიშალოს სულ ყველაც ხდება მე მაინც არ დავნებდები მაინც იმას გავაკეთებ ის გაკეთებაც მინდა და როგორც მინდა და სულ რომ უბრალოდ პროცესი იყოს მთელი ჩემი ცხოვრება და რაღაცა ისეც წერტილამდე ვერ მივიდე ეს სვლა და ეს გზა რომელსაც მე გავივლი ზუსტად ის იქნება რომ მე არ დავნებდები აი ასე ბედნიერ დღეს გისურვებთ და ბედნიერ ცხოვრებას არ დანებებას მაშინ როცა ძალიან გჭირდებათ ენერგია და ძალა და ეს ყველაფერი ირგვლივ წვიმა ქარიმზე ხმები ყველაფერი იყოს დიშანი იმის რომ არ უნდა დანებდე ბედნიერ